ეთერშია ბიზნესი რუსთავი ორზე, მე ჟურნალისტი სოფო ხანაშვილი, გრიგა ვარ, ტრადიციულად დავიწყოთ კვირის მიმოხილვა ლარით. ოფიციალური კურსით 1 დოლარი 2 ლარი და 73 თეთრი ღირს, ევრო 3 ლარი და 12 თეთრი. ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა. ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამ პოზიციები დათმო რუბლთან, ლირასთან კი გაცვლითი კურსი უცვლელი დარჩა. ერთი თურქული ლირა ისევ 7 თეთრად ივაჭრება, 100 რუბლის ფასი კი 3 ლარი და 57 თეთრია. ერთი აზერბაიჯანული მანათი 1 ლარი და 61 თეთრი ღირს, 1000 სომხური დრამი 7 ლარი და 12 თეთრი. ლარი მანათთან გამყარდა, დრამთან კი გაუფასურდა. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ წინასწარი მონაცემებით 2025 წლის პირველ კვარტალში 179.4 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 7.7%-ით ნაკლებია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით. 2025 წლის პირველ კვარტალში სააქციო კაპიტალი 62.1 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, რეინვესტირება კი 150 მილიონი ამერიკული დოლარი. 2025 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 70.2 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39%-ზე მეტია. მეორე ადგილს იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი 52.3 მილიონი ამერიკული დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.5 მილიონი ამერიკული დოლარით. რაც შეეხება უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს, პირველ ადგილზეა ჩეხეთი 53 მილიონი ამერიკული დოლარით, მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის 40 მილიონი ამერიკული დოლარით, ხოლო მესამეზეა თურქეთი 28.1 ამერიკული მილიონი დოლარით. საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 2025 წლის მაისში 66.7 მილიონი ამერიკული დოლარით გაიზარდა და 4.6 მილიარდი ამერიკული დოლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით რეზერვების ეს მოცულობა თითქმის იმდენივეა, რაც 1 წლის წინ იყო, ასევე ოფიციალურ მონაცემებს რომ დავეყრდნოთ 2025 წლის იანვარ-აპრილში. წმინდა შესყიდვებმა 368 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც შეეხება ოქროს 2025 წლის მაისში. ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 14.4%-ია, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად მონეტარული ოქროს ღირებულება მისი შესყიდვის მომენტიდან 252 მილიონი ამერიკული დოლარითაა გაზრდილი. თუმცა მაისში ოქროს ფასი შემცირდა, რამაც რეზერვების ეს კომპონენტი წინა თვესთან შედარებით 5.6 მილიონი დოლარით შეამცირა. მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2025 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა. 2022 წლის თებერვალთან შედარებით კი მშენებლობის ღირებულების ინდექსი მომატებულია 22.8%-ით. ინდექსის წლიური ზრდა უმეტესწილად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.3%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.2%-იანი გაძვირებით. უძრავი ქონების ბაზარზე საუბრით განვაგრძობთ გადაცემას. ეს ის თემაა, რომელიც მაყურებელს ყოველთვის აინტერესებს. სტუმარი გვიერთდება ამ თემაზე პირდაპირ ეთერში. ჩვენი სტუმარია სალომე დეისაძე, TBC კაპიტალის უფროსი ასოცირებული მკვლევარი. დილამშვიდობის სალომე, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, ასევე მადლობა მოწვევისთვის. სალომე, ჩვენმა მაყურებელმა მოისმინა, რომ წინა თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი არის შემცირებული, თუმცა წლიურ ჭრილში რომ შევხედოთ, ამ ინდექსს ეს მაინც გაძვირებასთან გვაქვს საქმე. ზოგადად ეს ინდექსი როგორ აისახება ხოლმე უძრავი ქონების ბაზარზე, თქვენი დაკვირვება რასაც ჩვენებს საინტერესოა და ახდენს თუ არა პირდაპირ გავლენას მოთხოვნაზე. დავიწყებ იმით, რომ მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემდეგ საბოლოოდ უკვე აისახება ფასში. ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ აქ გაძვირებულ მშენებლობის ღირებულებას, განსაკუთრებით ეს შესამჩნევია სწორად აღნიშნეთ დასაქმებულთა
ანაზღაურების ზრდით, რაც გარკვეულწილად განპირობებულია იმით, რომ ჩვენ წინა წლებში ვნახეთ სამუშაო ძალის გადინება, მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო გაზრდილი სამშენებლო ნებართვების ფონზე სამუშაო ძალაზე ამ სექტორში. შესაბამისად, მოხდა კადრების მოძიება, შემოყვანა სხვადასხვა ქვეყნებიდან, რაც აისახა უკვე მშენებლობის ხარჯების ზრდაზე და ჩვენ ხედავთ, რომ ეს გაძვირება უკვე აისახება საბოლოოდ ფასში. ზოგადად რომ ვიმსჯელოთ ტენდენციებზე 2024 წლის აპრილის თვით დავიწყოთ, ანუ ტრანზაქციებში მოთხოვნის ხარისხაც რომ შევხვდეთ ტრანზაქციებში ჩვენ გვაქვს ტრანზაქციების რაოდენობა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე შეადგინა 3206, რაც წინა წელთან შედარებით ფაქტიურად იგივე მაჩვენებელია 0.4%-იანი ზრდა გვაქვს და წინა თვესთან შედარებით ასევე ზრდა გვაქვს 5%-იანი. თუმცა გასათვალისწინებელია მთლიანი წლის დასაწყისი, ანუ მთლიანი ჭრილი 2025-ის იანვრიდან აპრილის ჩათვლით ჩვენ გვაქვს შენელება ბაზარზე, ტრანზაქციების რაოდენობამ შეადგინა 12200-მდე, რაც წინა წელთან შედარებით წარმოადგენს 2%-იან შემცირებას. აი რა არის ამის მიზეზი? თქვენ შენელება ახსენეთ, ძირითადად რა არის ხოლმე ამის განმაპირობებელი ფაქტორები? პირველ რიგში აქ მნიშვნელოვანია, რომ წინა წლების მაჩვენებელი, როცა ბაზარი მნიშვნელოვნად იყო აქტიური რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე განიცდის კორექტირებას, ასევე მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობა ქვეყანაში, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შემდეგ უკვე ეკონომიკის სხვა სექტორებთან ერთად ამ ბაზარზეც. სალმე, საინტერესოა მოთხოვნა, თქვენ გინდოდათ კიდე რამის დამატება, არის კიდე სხვა მიზეზით? დიახ, ფასების ნაწილშიც მინდოდა დავამატებინა, რომ გასაყიდი ფასი 2024 წლის აპრილში ჩვენ გვაქვს კვადრატულ მეტრზე 1255 დოლარის ირგვლივ, რაც წინა წელთან შედარებით წარმოადგენს 4%-იან ზრდას. ანუ შესაძლებელია ერთ-ერთი მიზეზი შენელების იყოს, თქვენ რაც თქვით, წინა წლებში ძალიან მაღალი და აქტიური დინამიკა ბაზარზე და შემდეგი მეორე იყოს თქვათ გაზრდილი ფასები, თუ ეს არ არის ხოლმე შემაფერხებელი ფაქტორი მომხმარებლისთვის? მნიშვნელოვანია რამდენად, ანუ მხოლოდ ფასები არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ყველა სხვა ინდიკატორი ბაზართან დაკავშირებული. ანუ მნიშვნელოვანი არის ეს ქირის შემცირების კომპონენტი, რაც საინვესტიციო მოთხოვნაზე შემდეგ უკვე გავლენას ახდენს. მოთხოვნა, როგორც ვიცით, ანუ ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ეს არის საინვესტიციო მოთხოვნა, როცა ბინის შეძენა ხდება იმ მიზნით, რომ შემდეგ უკვე გაქირავდეს და მნიშვნელოვანი ნაწილი, როცა ხდება პირადი მოხმარების მიზნით. რა თქმა უნდა, ქირის შემცირება უკვე გავლენას ახდენს საინვესტიციო მოთხოვნაზე, რაც შემდეგ უკვე აისახება მთლიან ბაზარზე შენელებულ მოთხოვნაზე. რამდენით არის დაახლოებით ერთწლიან ჭრილში რომ შევხედოთ ქირის მოცულობა შემცირებული? ქირის ფასმა კვადრატულ მეტრზე 2025 წლის აპრილში შეადგინა 10.7 დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით არის 12%-ით შემცირებული. ყველაზე მეტი ზრდა სწორედ ჩვენ ქირის ფასებში ვნახეთ 2023 წელს, ხოლო 2023 წლის უკვე მაისიდან დაიწყო 2022 და 2023 წლის მაისიდან უკვე დაიწყო ქირის ფასმა დასტაბილურება, კორექტირება და შემდეგ უკვე შემცირება. სალმე, ჯერჯერობით მაისის მონაცემები არ არის გამოქვეყნებული. როგორ ფიქრობთ თქვენ ტენდენციები, რაც თქვათ ბოლო 4 თვის განმავლობაში აპრილის ჩათვლით იყო და რასაც აკვირდებოდით, როგორ იქნება მაისი? იქნება იგივე სურათი დიდ ჭრილში რომ შევხედოთ, თუ შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები დავინახოთ უკვე მაისის მონაცემებში? ტენდენციებს გულისხმობ. მთლიან ჭრილში რომ შევხედოთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მაისის მონაცემები და არა მხოლოდ მაისის, ანუ როგორი იქნება შემდეგი თვეები. ჩვენ გვქონდა იანვარი-თებერვალი შემცირების ტენდენცია, შემდეგ უკვე მარტი და აპრილი გვქონდა მცირედი ზრდის ტენდენცია. საბოლოოდ მოგვცა ყველაფერმა შენელება წინა წელთან შედარებით და მნიშვნელოვანი იქნება როგორი ტენდენცია გაგრძელდება, ანუ გაგრძელდება თუ არა, გაღრმავდება თუ არა ეს შენელება ბაზარზე, თუ ბაზარი მოახდენს კორექტირებას და ზრდას. თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ?
მნიშვნელოვანია ეს ამ ყველაფერს ჩვენ შევხედოთ მოთხოვნა მიწოდების კონტექსტში. მნიშვნელოვანი არის სამშენებლო ნებართვები, როგორც უკვე აღვნიშნე 2023 წელს ჩვენ გვქონდა გაცემულ სამშენებლო ნებართვებში მნიშვნელოვანი 40%-იანი ზრდა. 2024-შიც ეს მაჩვენებელი მიუხედავად 3%-იანი შემცირებისა, მაინც მაღალ დონეზე დარჩა სამშენებლო ნებართვები და პირველ 4 თვეში ჩვენ კვლავ ხედავთ, რომ სამშენებლო ნებართვები გაიცა 462,000 კვადრატულ მეტრზე საცხოვრებელ ფართზე თბილისში, რაც წინა წელთან შედარებით წარმოადგენს 24%-იან ზრდას. რა თქმა უნდა, თუ გაგრძელდება და გაღრმავდება ბაზრის შენელება იმ ფონზე, რომ ბაზარზე აქტიური იქნება მიწოდება, ეს მდგომარეობა რა თქმა უნდა უკვე იქნება საყურადღებო, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე საგანგაშო მდგომარეობის მოლოდინი არ გვაქვს ბაზარზე. ანუ ჩვეულებრივ მიმდინარეობს ჯერჯერობით პროცესები და ასევე მინდა გკითხოთ, სანამ დაგემშვიდობებით, ლარის კურსის გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე ამ 4 თვის განმავლობაში როგორი იყო? არის თუ არის ეს ერთ-ერთი განმაპირობებელი ან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ბაზარი აკვირდება და უყურებს ან ახდენს გავლენას? რა თქმა უნდა, ლარის კურსი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფასის კუთხით, ერთ-ერთი ფასის კუთხით, ასევე მნიშვნელოვანი არის სამშენებლო მასალების კუთხით, იმიტომ რომ რაც იმპორტზე შემოდის, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე გავლენას ახდენს. ასე რომ ლარის ფაქტორიც, ანუ მომდევნო თვეებში მნიშვნელოვანი იქნება, როგორი იქნება გაცვლითი კურსი, რა თქმა უნდა, ეს უკვე მერე შემდეგ გავლენას ახდენს მშენებლობის ღირებულებაზე და გავლენას ახდენს ფასზე, ამ ორ კომპონენტზე. ძალიან დიდი მადლობა სალომე, რომ იყავით ჩვენთან ერთად. ჩვენი სტუმარი იყო სალომე დეისაძე, TBC კაპიტალის უფროსი ასოცირებული მკვლევარი. ჩვენ განვაგრძობთ გადაცემას ენერგეტიკული ბირჟის თემით. სამკვირაში 1 ივლისს ერთი წელი გახდება, რაც ენერგეტიკული ბირჟა გარდამავალი მოდელით მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირჟაზე ვაჭრობა კომპანიებისთვის ნებაყოფლობითია. მთავრობის დადგენილებით გარდამავალი პერიოდი 2025 წლის 1 ივლისს დასრულდება და ამის შემდეგ გეგმის მიხედვით ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს. სემეკის თავმჯდომარემ შეაფასა ჟურნალისტებთან ენერგეტიკული ბაზრის ფუნქციონირება. დავით ნარმანიას განმარტებით ენერგეტიკული ბირჟის შედეგები აჩვენებს, რომ სისტემა გამართულია და კომპანიებისთვისაც მისაღებია ვაჭრობის არსებული მექანიზმი, იმიტომ რომ საკმაოდ სოლიდური თანხები დაზოგეს. ანუ უფრო იაფად შეძლეს ეყიდათ ენერგია, ვიდრე ეს იქნებოდა ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, სულ უფრო მეტი კომპანია დაინტერესდება იმით, რომ ივაჭრო ბირჟაზე, თუნდაც ეს ნებაყოფლობითი ვაჭრობის რეჟიმში იყოს. ციტატის დასასრული იქვე ნარმანიამ ისიც განაცხადა, რომ სრულად ამოქმედდება თუ არა ბირჟა, ეს მთავრობის გადასაწყვეტია. სამხრეთ კორეა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთ-ერთი სამიზნე ბაზარია, როგორც უწყების ხელმძღვანელმა სეულში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე SITF 2025-ში მონაწილეობისას განაცხადა, სამხრეთ კორეულ ბაზარზე მუშაობა აქტიურად იგეგმება. ღონისძიების ფარგლებში მაია ომიაძე შეხვედრები ჰქონდა წამყვან ტურისტულ მარკეტინგულ და მედია კომპანიებთან. მიზანი საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა იყო. ოფიციალური სტატისტიკით 2024 წელს საქართველოში სამხრეთ კორეიდან ტურიზმის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ვიზიტი შესრულდა. ქვეყანაში კორეის მოქალაქეებმა 26,687 ჯერ იმოგზაურეს, რამაც არა მხოლოდ 2023 წლის მაჩვენებელს, არამედ პანდემიამდელ 2019 წლის ვიზიტების რაოდენობასაც გადააჭარბა. რაც შეეხება 2025 წლის პირველ კვარტალს, იანვარ-მარტში ქვეყანაში კორეიდან მხოლოდ 936 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2024 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 35,2% ჩამორჩება. ქართული ღვინის მწარმოებლებმა 6-მა საოჯახო მარანმა წარადგინა საკუთარი ღვინო დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ გამოფენაზე. ღონისძიება მაღალი ხარისხის, ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლებს აერთიანებს. გამოფენის ორგანიზატორი ღვინის ცნობილი მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონია. ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ქართული ღვინის წარდგენა დანიაში მნიშვნელოვანია სკანდინავიის ქვეყნებში ცნობადობის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირებისთვის. ბიზნესი რუსთავიორზე ამით დასრულებულია. მადლობა რომ გვიყურეთ. მე გემშვიდობებით ერთი კვირით, თქვენ კი დარჩით რუსთავიორზე.